რეკლამის შემდეგ ბრუნდებით და ვაგრძელებთ საუბარს. პირდაპირ გამოგვიცხადა, ჩვენ გვინდა რუსეთის დასუსტება. ძალიან მარტივია. საქართველოს ხო იმიტომ უნდათ, რომ რუსეთი დაესუსტებინა. მეტი რა ამოცანა. დამთავრებულია, რა თუნდა ახლა ამას ბევრი რაღაცა. ჩვენ გადავრჩით უბედურებას. ჩვენ გადავრჩით ბევრი მიზეზის გამო. ჯერ ერთი გონდა მიშამ გავიკეთა 10 რა. კი. ერთი მადლობა კი უნდა უთხრათ, მაგის დედავატერი რა მადლობა უნდა უთხრა, მაგრამ 90-იანებიდან მოვდივართ და ხო, და ეს 10-ები გვაკეთებული. ამ საზოგადოების გონიერებამ, გამოცდილებამ, ყველაფერმა ერთად დიდი როლი ითამაშა. რუსეთთანობა აქვს რა, ძალიან აღარ გვინდა ავანტიურები. რაც არ უნდა არ მოგწონდეს მთავრობა, ის ავანტიურას არ გვინდა. ეხლა ვილაპარაკოთ კიდევ ევროპაზე, მეგობრებო, ევროპის დეგრადაციაზე და დაცემაზე. IPP არის ეს პარტიათა სახალხო პარტია, სხვადასხვა პარტიები შედიან და საიდუმლო წერილი გამჟღავნდა, სადაც პირდაპირ კომისიას წერენ, ევროკომისიას, რომ თურმე საქართველოს არის ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდისავლაში. ეს ამას ამბობენ მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური უწყება, რომელიც შექმნილია დასავლეთი ჩვენი პარტნიორების, ასე ვთქვათ, მიერ მადლობას უხდის სამთავრობასო თავის საქმეს, ანუ სანქციების დაცვას კარგად ახერხებს და აი რატო არ არის დასანქცირებული, როგორ ბელორუსი ხო არის დასანქცირებული და საქართველოს რატო არ არის სიცრუეზე შანტაჟზე აგებული წერილი. თან გიჟური არც ერთ ფაქტს არ ეფუძნება. ნედლად ჩვენ მოწმენი ხდებით, რომ ევროსტრუქტურები და ევროგაერთიანებები, მათ შორის პარტიები ემსგავსებიან იმ აკაცუკებს, რომლებიც სამწუხაროდ გიჟებს და სექტანტებს უძახით. მართლა მე ძალიან არ მინდა და არ მინდა რომ გადავაჭარბო, მაგრამ დაახლოებით იგივე, აი მაგალითად გერმანიის ელჩი რომ წავიდა და ჩამოვიდა და ისე აქციაზე მივიდა, ხო? პირდაპირ. ეხო სიგიჟია. მეგობრებო, პოლიტიკაში შემოვიდა აი ფეოდალიზმი. ფეოდალიზმის ლოგიკა რა იყო? რომ შეიძლება საღვთო რომის იმპერია არსებობდეს, მაგრამ იქ იმდენ წინააღმდეგობა იყო, რომ უამრავი ბრძოლა ყოფილა. როდესაც ფორმალურად მისულან და მე უღალატიათ, იმიტომ რომ არ აწყობდათ საერთო გამარჯვება რა, იმიტომ რომ ფეოდალური ლოგიკა. აქ ეხლა ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს თავისი ესე იგი ეკონომიკური ზრდის, თავისი პოზიციების გამყარებით სიამდილეში უნდა ევროკავშირის მიერ აღიქმებოდეს როგორც მისი მთავარი დასაყრდენი რეგიონში და არა სომხეთი, რომელზეც ეს და არა აზერბაიჯანი. და მით უმეტეს არა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანური სამხედრო ბაზა შეიძლება გახდეს. აბსოლუტურად ახალი მოვლენაა კავკასიაში პაკისტანური სამხედრო ბაზა. მაგრამ აზერბაიჯანი ისრაელთან პაკისტანთან თანამშრომლობენ, აქტიურად თანამშრომლობენ. ხო, მაგრამ ისრაელთან როგორ ახერხებენ? და ამ დროს ესე იგი ამ დროს რეგიონში იდეაში ყველაზე ისეთი ურთიერთობა რომ უნდა ქონდეს საქართველოსთან, ჭიდრო ურთიერთობა იმტერებ, იმიტომ რომ რაღაცა შენი პარტიული მოკავშირეები აქვს ნაციონალური მოძრაობა მსგავსი ტიპები, რომლებიც კი გიხდიდნენ შენ ფულს, გაგულავებდნენ, აქ რო ჩამოდიოდნენ, ისეთი ლობირების სისტემა იყო, სერიოზული ლობირების სისტემა იყო. სააკაშვილი ხარჯავდა საკმაოდ დიდ თანხებს მათთან ლობირებაში, ხო ვიცით ყველა. და იმიტომ რომ ეს მოგაკლდა შენ სტრატეგიულ ამოცანებზე ამბობ უარს. ანუ ნახე ვიწრო ბიუროკრატიულ ესე იგი მოთხოვნების გამო რაღაცა ესეთი მერკანტილური მოთხოვნა. ბიუროკრატიული არა. იმ ბიუროკრატია ესე ხო მერკანტილიზმი ხო იმ ბიუროკრატიაში არის ჩაშენებული სინამდვილეში. ხო და უარს ამბობს რეალურ სტრატეგიულ იმას. ამიტომაც მე მაგას ვამბობ რა რომ ევროპას აღარ ყავს კონტინენტური მოაზრონე. აი კონტინენტალური მოაზრონე რომელიც იფიქროს ევროპულად ხვდებით? ის არ ფიქრობს ევროპულად დღეს. გერმანიის პარტია რომ არის. ეხლა მე მის პროგრამა და მის დამოკიდებულება ვიცი. ისიც ევროსკეპტიკოსია და თავის ქვეყნისთვის უნდა რაღაცა ვიდრე არ განიხილავს მთლიანად ევროპულ კონტექსტს. ანუ ევროკავშირმა რაღაცნაირად მთლიანად ევროპული კონტექსტიც გააფუჭა. ეს უკეთესია, იცი რატო? ევროკავშირის დეგრადაცია. იცი რატო? აი ეროვნულ სახელმწიფოებთან ურთიერთობა გასაგებია გერმანია, საქართველო. აქ გაუგებარია რა ვინ არიან ეგ? ანუ კაია კალას საიდან არის? ესტონელი ვიღაცა არა. წინა კონტექსტსაც რომ მიობათ, აი ნახე რეალურად ამ ევროკავშირის ბიუროკრატიას იმისთვის რომ დეზინტეგრაციული პროცესები არ წავიდეს და კიდევ უფრო არ გამოიკვეთოს ამ ბიუროკრატიის ეხლანდელი ევროკავშირის ბიუროკრატიის სიმახინჯე, მათ აწყობთ უკრაინა-რუსეთის ომის გახანგრძლივება. იმიტომ რომ რუსეთი როგორც ესე იგი მტრის ხატსახე, რომელიც აქტუალურად იბრძვის,
ამისთვის ისინი ინარჩუნებენ რაღაც თავის ერთობას, ანუ ევროკავშირს და ეს რომ მორჩება, მე ამოტივტივდება, კიდევ უფრო წავა ის ეგრეთ წოდებული მემარჯვენე პარტიები, ალტერნატივა, სხვა, ესე უფრო მაგრამ არა ზოგადად ევროპული კონტექსტი არა. ამ პარტიებს. არა, ალტერნატიულ. ხო, არა, მაგრამ თავისი ქვეყნისთვის ევროსკეპტიკური კონტექსტი აქვს ზაზად, ხო, აი იპიპ-ზე გინდოდა შენ და ზოგადად ევრობიუროკრატიაზე. თუ გიყვარს ჩვენ ევრობიუროკრატია. ევრობიუროკრატია განსაკუთრებით გიყვარს, მარტო ლობირებასთან დაკავშირებით კი არ მოაყდათ, რა. ეხლა ცოტა ხნის წინ მქონდა რაღაცა ესეთი სამარცხვინო ფაქტი იყო რა. განცხადება რო წაიკითხეს იმაზე. ერთ-ერთი რო წაიკითხეს მიტინგზე რა. წინასწარ არ ვიცი ხა მე ისედაც ვიცი და ძალიან ბევრი ადამიანმა იცის ვინ არიან და რა არიან, ხო? აგერ მე თვითონ უყურებდი ტელევიზორში 9 წუთით თუ 8 წუთით ადრე ინგლისური ვარიანტი გამოქვეყნდა და უცებ გადათარგმნეს მიტინგზე და წაიკითხეს ტექსტი. რა იცი, შეიძლება ინგლისურად ფიქრობენ. და ანუ რა ფიქრობენ, ანუ ჯერ ინგლისურად წერენ. მე თარგმნი. თინახინაშე მეგარა. მაგრამ ხო ხტები რომ მე ხო ვითომ რაღაცა ადაპტირებულები არიან. გაправებას უნდა ესო ჩვენ დავწერითო რა და ანუ ინგლისურად დაწერეს. გაუგზავნეს და იმას გადაუგზავნეს. ani თავზე ეწერა რომ ცვლილებები არაფერი არ შეიტანო თუ ვაი თქვენი ტყავის ბრალიო რა ეგეთი რაღაცა ქონდა წარწერა გაკეთებული. აი ეხლა უყურე მეტი რა ანუ აი იმ ევრობიუროკრატიას უნდა რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ეს ტიპები. იქ იდგნენ მიტინგზე. ანუ რამე შეიცვლება დღეს რომ აფინანსებენ ამ ტიპებს და წერილებს ის იქვე რომ უნდა დაიბადოს აზრი, იქვე მიტინგზე რო არის თქვა, რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს, ხო? იქვე რომ დაიბადოს, ჩამოყალიბდეს სამი და გააკეთონ განცხადება. ამას იქიდან უგზავნიან თანეულებიან, რომ არაფერი კორექტირება არ შეიტანო და წარმოიდგინეთ, ეხლა ეს ხალხი უნდა მოიყვანონ ხელისუფლებაში. მე რა მოხდება? არა. ხო, უნდათ, კაცო, იმათაც უნდა, ამათაც უნდა, ვერ მოყავდა, ვერც მოიყვანენ, მაგრამ გეუბნებით მეთქი, რომ რა მოხდება, როგორ გონიათ? ხელისუფლებაში მოიყვანონ ანალოგიურად გაგრძელდება, ხო, ეწყվიან. გააკეთებთ ამას, კორექტირება არ გაბედო. ვერც ისინი ვერ გაბედავენ. ანუ წარმოიდგინე, საზოგადოებაში გამოდიხარ 28 ნოემბერს რაღაც ამის მოწოდებას რა უნდა. ხალხო გამოდით რაღაცა აღნიშნოთ ამისი წლისთავი, იმისი წლისთავი და ამას ესეც კი არ არის, ხო. ეს ამაშიც არ ახარ თავისუფალი. წარმოიდგინე და შენ რომ ახ ეს ჯგუფი წამოიყვანე და ხელისუფლებაში დასვი ის ხო ისე გაგრძელდება ყველაფერი. ანუ ხო კაია კალასისებრნი იქნებიან. მათი ანუ ჩვენი ხელისუფალი ვინ იქნება? ვინ ისე ვის იქნება? და წარმოიდგინე ის კაია კალასი რო ამბობს. ჩემი მიზანი არის რუსეთის დასუსტება. ასევე საქართველოს მიზანიც მაშინ ეგ იქნება. საქართველოს მიზანიც ხო წარმოგიდგენიათ. ანუ ჩვენ ხო ვამბობდით 2022-დან მანამდეც იმის მერეც რომ ჩვენ მჭირდებით რომ გამოგვიყენოს საზარბაზნე ხორცად. ფიცხად და ასე შემდეგ იმისათვის რომ რუსეთში რამენა დიდი არაფერი შეიძლება მოხდეს რუსეთისთვის, მაგრამ ჩვენ გაგვჟუჟავენ. ეგ არის ორჯერორი. აღარავინ არაფერში აღარ დაგვინდობს. და ასე შემდეგ, ხო? რამოდენი ადამიანი უნდა მოკვდარიყო 100 თვითონაც ხო ამბობდნენ კაცო ამერიკის წინაელჩი ხო ამბობდა რა რა პრობლემაა მე რა 50000 იქნება თუ მე პარტიზანული 100-მდეავა თუ 200-მდეავა რა მოხდა მე იარაღი ჩვენზეა ხო ანუ ეს უკვე ღიად გამოგვიცხადეს ისიც გვაჩვენეს ღიად რომ ეს ხალხი ვინც არიან აგერ რომ დაიარებიან და ერთ ამბავში რო არიან ნაცებთან ერთად ეს ხალხი არიან ის ვინც უნდა შეასრულოს ის მიზნები და ამოცანები რაც გვაქვს ჩვენ ამას ხო აღარ უნდა დიდი გაშიფრვა ფილოსოფია და ასე შემდეგ რა ხელის კურსზე დაიდო ყველაფერი ამის შემდეგ ხალხი როგორ შეიძლება არ დაფიქრდეს და გადაწყვეტილება არ მიიღოს რამდენჯერაც აი რამდენიც არ უნდა იყოს რამდენი არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს მათ აქვს წითელი ჯვარი დასმული იმიტომ რომ თავმოყვარი ადამიანი ღირსეული კაცი და ადამიანი რანაირად წავაბჯო იმას ხარს რანაირად დაუჭეს ერთი განცხადების გაკეთება არ შეგიძლია იმისი რა ქვია კაია კალასის გარეშე რანაირად შეიძლება მელაპარაკო შენ ქვეყნის ან კეთილდღეობაზე ან რაღაც დამოუკიდებლობაზე ან ღირსებაზე და თავმოყარების გამორიცხულია ხო აქერ მეორე მხარეს არის ხელისუფლება აგერ რა გააკეთა ყურეთ რატომღაც რაღაცნაირად გამორჩა ყველას რომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს ვიწყებთო 10 წლიან განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით მუშაობას თუ გახსოვთ პრემიერის განცხადება იყო რა პარალელურ რეჟიმში ხელისუფლება აცხადებს რომ მე ბატონო
აგერ არის ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების საფუძველზე ყველა პირობას ვასრულებ და 30 წელს გამართული ვიქნები იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გავხდე. თუ წინ არ ვიქნები მათზე. მაგრამ ეს შემთხვევით საკანონმდებლო თარიღი აღარ არის. დამთრა თუ გახსოვთ 20-30 ძალიან დიდი ხანია ტრიალებს რაღაცა თითქოს იმის იქით ადრე რო იყო ხოლმე რაღაცა დედამიწა უნდა აპოკალიფსის უნდა მოხდეს რა რაღაც მოირყეო და 20-30-ის შემდეგ აღარაფერი აღარ იქნება როგორ არ იქნება ხელისუფლება ამბობს რომ მე 25-ში 10 წლიან გეგმას ვაკეთებ 2030-ში მაგრად ვიქნები ეკონომიკურად იმიტომ რომ ყოველი ციკლის შემდეგ 10 მილიარდით იზრდება ჩვენი ქვეყნის ხედავთ როგორ იზრდება ეკონომიკა იმათი აღიარებით ევროსტრუქტურების აღიარებით და 2030-ში არ იქნება ჩაული გვერდზე და მე გავაგზავნებ ჩემი ეკონომიკის განვითარებას და თუ ზეწოლა ამ ხელა არ იქნება ეს ერთიორად მეტად გაიზრდება აგერ ბატონო IBRD-მა 2 დღის წინ განაცხადა ეს ხო ევროპისაა კაცო განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი 300 მილიონი უნდა ჩავდო საქართველოსშიო და ასე შემდეგ. ანუ ქვეყანა წინ მიდის, ქვეყანა ვითარდება, ასე რომ ვერანაირი კაია კალასები და ვიღაცა იუკნევიჩიანები ჩვენ ღირსებას და ერთობას ვერაფრის დიდებით ვერ შეარყევენ. და დაასრულება. ხო, ისა შაო, მე მინდა მოდი ასე შევხედოთ რა, რომ 2000-ს გავაქცევთ და იგივე ვიტყვი რა მოდი თქვათ ასე რაღაცა რა 2022 წელს ჩვენ აღმოაჩინეთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამე რა რომ პირველ რიგში მათ აღმოგვაჩენინეს რომ მათ რაღაც ვიღაცებისაც ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს და ვიღაც ისინი ვეღარ გმართავენ ჩვენ ისე როგორც მათ უნდათ კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე რომ საქართველოში გამოირკვა რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მისცემს მას საშუალებას ყოველგვარი ევროკავშირის გარეშე გქონდეს ძალიან კარგი და მაგარი ქვეყანა. ჩვენ ახლა გვაქვს ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გაგრძელების შემთხვევაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავისუფლად შესაძლებელია ჩვენ გქონდეს ბევრად კარგი ქვეყანა და აქ ავაშენოთ ევროკავშირი. იმიტომ რომ იქ თვითმიზანი არ შეიძლება იყოს რომელიმე სტრუქტურაში გაერთიანება არ შეიძლება ეს ეწეროს კონსტიტუციაში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების განხორციელება. ჩვენი ეროვნული ინტერესების განხორციელება თუ მოხდება ევროკავშირის გზით, კი ბატონო, მაგრამ შეიძლება ევროკავშირი ისე დეგრადირდეს, რომ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგოს კიდევაც. ამიტომ სწორედ ეკონომიკასაც კიდე არ დაგავ. რა თქმა უნდა. ანუ არ შეიძლება რაღაცა ხატი მერთობაბატია მერტის ხატის გარდა არ შეიძლება რაღაცა ამერიკა, ნატო იყოს შენი. აგერ აღმოჩნდა თუ არა სწორედ ნატოში მიუხედავად საშინელი სხვერპლისა მეგობრებო რაც გაიღო უკრაინამ ნატოში არ მიიღებენ მაგას არ იღებენ წერენ ხელშეკრულებას სწორედ ამიტომ ხვაში უნდა ამოკვეთონ ეხლა რომ არ მიგიღებ სწორედ ამიტომაც არის რომ არ შეიძლება ქვეყანას კონსტიტუციაში ეწეროს რომ ნატო სხვების კავშირში როდესაც ნატო და რუსეთი თანხდება რომ ნატო აღარ გაფართოვდება საგარეო პოლიტიკა მაგრამ როგორც ქართული NGO-შნიკები იტყვიან ვინ ეკითხება ამერიკას მიიღებს თუ არა ჩვენ ეკითხება რუსეთს ხო მაგრამ მაგ არის ერთ თემა ანუ მე მინდა ერთ რაღაცა თქვა რომ ერთ-ერთი მიზეზი იმის რატომაც დეგრადირდა ევროკავშირი არის ის რომ ევროკავშირის ბიუროკრატია აბსოლუტურად დაკარგულია აი აკაცუკებს დაემსგავს ნე თვითონ აკაცუკები ხო ანუ დაემსგავს ნახე მე ვარ აკრო დარბია მე ვარ ბიუროკრატი რა მე ბიუროკრატიაში მაქვს შიდა ლოგიკა რომ მე მაქვს იქ მიწერია რომ საქართველოში უნდა იყოს ხელისუფლებაში ქალი უნდა იყოს ხელისუფლებაში გეი უნდა იყოს ხელისუფლებაში ფსიქიკური დაავადებების მქონეებსაც სხვა რაღაცას და არ მართლა უნდა იმიტომ მართლა ჭირდებათ იმიტომ რომ ეკლესია უნდა გავაჩერო ხო არა მე ვაფერხო რატომ ვიცი რომ ეს არის ბიუროკრატიული ლოგიკა რომ ბიუროკრატია შედსაც ხარ შენ იქ ვერ ხედავ ადამიანებს იქ შენ ხედავ ანგარიშებს იქ არის NGO-ში რომლებიც შენ გიკეთებენ რეპორტს ამ რეპორტში შენ ნახულობ რომ ეს დაუჯერო ამ რეპორტს იმიტომ რომ ფული გაკამას გადახდილი აქ თამი გაკაღებულია მას პლუს ამას არის ერთი ძალიან სამწუხარო მოვლენა რომელიც აღიარებას ჩვენ თად ბოლომდე არ გვინდა ევროპა ჩვენ არ გვთulis ევროპად არა ეგ მართალია მაკროს ხო ანუ ევროპა ჩვენ არ გვთulis ევროპა ანუ ეს არის ესეთი ძალიან ძიმედ ახსაქმე აღარ უნდა იყოს რა და პირდაპირ ხო ამ კომპლექსიდან უნდა გათავისუფლდეს ჩალო ანუ ჩვენ ძალიან ბევრი კომპლექსისგან განთავისუფლდეს აი ხა ეს არის ერთ-ერთი კომპლექსი რომელიც მოგვიწევს ამის აღიარება იმიტომ კი არა რომ ევროპა ჩვენ ევროპა და თან რაც ყველაზე მთავარია რომ გადავხედოთ ევროპის ისტორიას არასოდეს არ ჩაუთვლიათ
ხო. ევროპას კი რა ადამიანად არ აქვს. ევროპაზე. ვაფშე. ნუ რა იცი. ან პირდაპირ მეათე ხარისხოვანი გაგძებს ორმოში რა. ზაზა, ჯუნგლები ხარ რა. ევროპის ისტორიაში რომ ადამიანად ართულდნენ დიდი ხნის ისტორია აქვს, რომ მაგალითად ფრანგები ართულდნენ გერმანელებს ადამიანებად. ეგ გასაგებია, მაგრამ ევროპელებად თuliდნენ. და შესაბამისად ჩვენ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ არ ვარსებობთ. ჩვენ მათ ვიღაცეები უბრალოდ რუსებს თვლიან ვიდრე ჩვენ ფაქტაშორ. რუსებს თuliდნენ ევროპელებად. ოღონდ ველურ ევროპელებად. აგრესიულ ევროპელებად. კარგი, დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო გადაცემისთვის. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით აუცილებლად მომავალ შაბათს.